საღამომშვიდობისა მეგობრებო, აქ დავალაგე ყველაფერი, რაც გასაკეთებელი მქონდა გავაკეთე. ეხლა ვალაგებდი ჩემს ოთახში გუშინ დამრჩა ერთი უჯრა ამოსალაგებელი, ისიც დავალაგე და მომყვა იქ რაღაცები და უცებ ამომიტივტივდა თავში, რომ მოდი ჩემ ბავშვობას, ჩემ წარსულს რაღაცას მოვიტან თქვენამდე მეთქი და მოვედი. ფოტოებმა გამახსენა ჩემი ბავშვობა, წარსული, რა, ყველაფერი ერთად რა. ბავშვობის ფოტო, არ ვიცი ახლა როგორ ჩანს, ესეთი ბავშვი ვარ მე, პატარა ბუნჩულა. ამაზე პატარაობის ფოტო არ მაქვს. ეს არის აქ ვარ სადღაც 5 წლის. არ ვიცი როგორ ჩანს. ასეთი ვარ, ბუნჩულა. აი ასეთი. დანარჩენი არ მინდა რომ გამოჩნდეს ფოტოში. იმიტომ კი არა რომ ვინმე დასამალია, მაგრამ მე ნებართვის გარეშე უკვე მე რამდენად მეორებ სხვას არ ჩავთავ თუ თვითონ არ გამოთქვამს სურვილს. მაშინ ალბათ იშვიათად ადგილზე ფოტოს არავინ არ იღებდა. სოფელში ვცხოვრობდით, აქ თუ ჩამოხვიდოდი ქედის ცენტრში ან ქალაქში, მაშინ თუ გადაიღებდი სადმე წახვიდოდი სპეციალურად და გადაიღებდი ფოტოს, თორე მაშინ აბა სად იყო რამე რომ გადაგიღო და ეთყობა ამ ასაკში სადღაც წამიყვანეს და გადამიხეს. ძალიან ბევრი მოგონებები დამიგროვდა ეხლა და თან ვარ მარტო ამ წუთას და თქვი რომ გადავიღებ 7 წყნარ ვიდეოს, რამეს მოვყვები ჩემი ცოტა წარსულიდან, ბავშვობიდან და თან მოვალ, თან ვიქნები თქვენს ერთად და აღარ ვიქნები მარტო. თან საინტერესო ის არის, რომ ეს ბავშვობის ფოტო ხომ ერთი მაქვს და მე კიდე მაქვს ალბათ სადღაც 17-18 წლის ასაკში რომ ვიყავი, იმ დროინდელი გადაღებული ფოტოები. და იმის მერე რაღაცეები, მაგრამ დღესდღეობით რომ თქვა, რომ ისეთი საუკეთესო ფოტოები მაქვს, მეთქი ხშირად ვამბობ, რომ მოვკვდე ჩემ ფოტოს ვერ ნახავე, რომ გაადიდონ და დადონ მეთქი და ვუყურებ, არც ერთი არ მომწონს, როგორი ვარ. ყველა ფოტოში რაღაცნაირი ვარ. ხომ გახსოვთ მაშინ, ეხლა წარმოიდგინეთ 52 წლის ვარ და 17-18 წლის ასაკის რომ ვიყავი იმ დროიდან ფოტოებს რომ გულისხმობ. მაშინ რა ჩაცმის სტილი იყო, როგორი თმის ვარცხნილობა იყო და ყველა ფოტო რაღაც ისეთია, რომ ყველა ფოტო არის გადახონებული. ფოტოს არც ერთს არ აქვს ისეთი ფერი, რომ გაჩვენოთ. რამე ისეც მაინც ვნახავ ახლა რომ ცოტა განახო. მაგრამ არა. ყველა ფოტო არის რაღაცნაირად გადახონებული, ძველი. არა, ისეთი არ მაქვს, ნამდვილად არ მაქვს მართლა. ოღონდაც მართლა. არა, მართლა არ მაქვს. საერთოდ არ მიყვარს ფოტოების გადაღება და ეს იმის ბრალია რომ არ მაქვს და არა იმის ბრალი რომ არავინ არ მიღებდა მეთქი ფოტოს. ხო, არა, მართლა არ მაქვს. კაი, რადგან არ არის და არ არის რომ თქვენამდე მოვიტანო, მოდი გაჩვენებთ ერთ ფოტოში ჩემს თავს. აბა გაჩვენებთ ახლა. სადმე წავაწყდა იქნება იმ ფოტოს. ასე საცოდავი როგორ ვიყავი, რომ ფოტო ვერ გადავიღე ვერას დროს. ეხლაც არ მაქვს დიდად.
ტელეფონში წამოხ ფოტოები და მე Facebook გვერდზეც არ ვდებ ფოტოებს, არ მიყვარს. ინდონეზია არ მიყვარს, რომ ესე იგი არსად არ გამაჩნია. ხო, არ არის. როგორი ვარ? ან ჯაცმის სტილი, ან კიდე თმის ვარცხნილობა. ეს არის გადაღებული აქ ვიყავი ზუსტად 17 წლის ან 18-ის. და რატომ არ ვიღებდი? აქ ვიქნები ალბათ სადღაც 47 წლის. აი გადაიღეთ ხალხო ფოტო. გადაიღეთ და გქონდეთ. იმდენ რამეს გაგახსენებთ. ყველა ფოტო ხომ იძლევა წარსულს. ყველა ფოტო აუცილებლად უნდა გქონდეს. ტელეფონში რამდენ ხანს გექნება? მე ან ტელეფონი გაფუჭდება, ან რაღაც ჩიპზე გადაიტან, მაგრამ ჩიპი დაგეკარგოს ან რაღაც და ფოტოები რა მოუვა გექნება, შეინახავ და სულ იქნება და სულ რაღაც წარსულს გაგახსენებ. აქ კიდე არის დედაჩემი და მამაჩემი. მოდი ამ ფოტოს გაჩვენებთ. ეს შუაში ჩემი სიძეა. და დედაჩემის და მამაჩემის ფოტოს აქ გაჩვენებთ, რომ მაინც მშობელი. ეს მამაჩემი აღარ არის კიდით ხარით. მოდი ასე გაჩვენეთ, განათებაც უკეთესია. ჩემი ბავშვობა იყო როგორი? ვიყავი 5 ვიყავით ჩვენ. მე-5 ყველაზე ნაბოლარა ვარ მე. ყველაზე ნაბოლარა ვარ მე და ყველასთვის საყვარელი დაიკო ვიყავი, მანებივრებდნენ. ხო, მე ძირითადად ვიზრდებოდი ბებიაჩემთან. მე და ჩემი პატარა ძმა. ვიყავით ბებიაჩემთან. ცალკე ცხოვრობდით ჩვენ. სოფლის ცენტრში იყო ბებია და ბაბუა და ჩვენ კიდე სოფლის დასაწყისში და მე და ჩემი ძმა სულ ავდიოდით და იქ ვრჩებოდით. დღისით თუ არა, ღამე მაინც იქ ვიყავით და სკოლაც იქ იყო ახლოს და სკოლიდანაც იქ ჩამოვდიოდით, სკოლაშიც იქიდან დავდიოდით და მახსოვს ბებიაჩემი კეცის პურებს გამოაცხობდა და დასვენების შუალედი ხომ იყო 15 წუთიანი სკოლაში. იმ პერიოდში ჩამოვიდოდი კეცის პურს და კარაქს, სახლის კარაქს შევჭამდი და გავიქცეოდი. ხო, ისე იყო მაშინ ძველი სახლი იყო, კი საწოლები და ოთახები კი იყო რა თქმა უნდა, მაგრამ პატარა ხის მაშ უწინ ეძახდნენ სექვი, არ ვიცი რა ქვია. ხის ის იყო მთლიანი დასაჯდომი და იქ გავშლიდით საწოლს, ლეიბებს იქით-აქით. მე ბებიასთან ვიწევი ერთი თავით და აქეთ მხარიდან კიდე ჩემი ძმა მეორე თავით და ბებიას ჰქონდა ერთი ბალიში პატარა შეკერილი ჩვენთვის და სულ ჩხუბობდით მე და ჩემი ძმა, არა შენ, არა მე და სულ ჰქონდა მაღაზე კამათი. ხო, მაინც მე ვიმარჯვებდი პატარა რომ ვიყავი და მახსოვს ბებია იმდენ რამეს მოგვიყვებოდა, ზღაპრებს. მაშინაც ისე საუბრობდა ბებია ჩემი, ეხლა რომ ვფიქრდები, ის ზღაპარი კი არ იყო, რაღაც მომავალი იყო. მე მაშინაც ზღაპარი მეგონა და 20 წლის რომ გავხდი, მაშინაც ზღაპარი მეგონა, მაგრამ მომავალზე ლაპარაკობდა ფაქტიურად. ბებია ჩემს არ ქონდა განათლება. ომიანობის პერიოდამდე დაბადებული არის, არ მახსოვს რომელი წლიანი იყო ბებია ჩემი და სკოლაში ვერ სწავლობდა. მე ცუდი პერიოდი შეხვდა და სკოლაში არ ვსწავლია. მე მამა ყავდა ისეთი, რომელსაც მუსლიმანური ოჯახი იყო და ქონდა რაღაც წაკითხული რა ქვია, როგორც ბიბლია, ისე მუსლიმანებში არის ქითაბი,
ქონდა იქიდან წაკითხული რაღაცეები, უყვებოდა ამას ბებიაჩემს და ბებიაჩემმა მოიტანა ჩვენამდე და ჩვენ კიდე მახსოვს მე რაღაცეები, მაგრამ აი ეხლაც ვამბობ, რომ მე მაშინ მეგონა ყვებოდა ზღაპარს. მაგრამ დღეს როცა ვუყურებ ცხოვრებას და დღეს რა დროც მოვიდა, ზღაპარს კი არ ყვებოდა, თურმე ჩვენს მომავალს ყვებოდა. და ეს მომავალი იყო დაწერილი, ასე გამოდის, არ ვიცი. და მე ამ წარსულზე, ამ ბებიაჩემის მონაყოლებზე, ეს არის ძველი რვეულია, აქ მაქვს ჩანაწერები, ძალიან ბევრი რამე, რაღაც იდეები თუ მომივიდო და ეს ბებიაჩემის მონაყოლი, ამბები, ჩემი ცხოვრება, ჩემი გამოვლილი პერიოდი, ძალიან ბევრი რამე მაქვს აქ ჩანაწერი. ეხლა ისე ყოველდღიურად არა და ეს დღიური არ არის, უბრალოდ ჩანაწერებია, როცა რაღაც მომივიდო და აზრად, მინდოდა რომ გადმომეტანა და მქონოდა. ეხლა ამით რას ვაკეთებ, არაფერს დიც, უბრალოდ აი როგორც მე ბებიაჩემის მონაყოლი მოვიდა ჩემამდე და მე ჩემ შვილებს ის ვერ მივაწოდე, აქ იქნება ის ყველაფერი, რასაც ბებია ყვებოდა და ალბათ ჩემი შვილები მერე დაინტერესდებიან და წაიკითხავენ ეგ რა არისო. და თან იმასაც ნახავენ, მე რომ აღარ ვიქნები, ეს მაქვს შენახული და არავინ არ იცის რომ მე აქ რამეს ვწევ. როცა აღარ ვიქნები, ჩემ შვილები ნახავენ ამას და რაღაცებს წაიკითხავენ, რაღაც წარსულზე, ტკივილზე, სიხარულზე, ნუ ყველაფერზე რა, ყველაფერზე წერია. ხან სად, როცა რაც რამე მომაგონდებოდა, ან რამე იქნებოდა, ის გადმომქ. ჩემი ბავშვობა გითხარით, იქ დავამთავრე 8 წლიანი იმ სოფელში, ბებიაჩემთან ახლოს 8 წლიანი სკოლა. მე იქედან გადავედი ქედის ცენტრში, იქ დავამთავრე, იქ ვისწავლე 1 წელი და მე ისევ ჩვენს იქით სოფელში გაიხსნა საშუალო სასწავლებელი, საშუალო სკოლა და ბოლო მე-10 კლასი, მაშინ ჩვენთან იყო მე-11 კლასი ჩვენ დროს და ანუ მე-11 კლასი დავამთავრე იქ. ფეხით გამოვდიოდით საკმაოდ დიდ მანძილს. 18 წლის ასაკში გავთხოვდი, 20 წლისას მყავდა უფროსი შვილი, 94-იანია უფროსი, 96-იანი მეორე, ორივე ბიჭები. 2000 წელში წამოვედით ქალაქში საცხოვრებლად, 2007-ში ნაქირავში ცხოვრობდით ხელვაჩაურში, იქედან მე 2007-ში ჩამოვედით ქალაქის ცენტრში და აქ ცხოვრობ უკვე 2007-დან 19 წელიწადია, ხო? სწორად ხო ვამბობ? 19 წელიწადია. ასე მოვდივართ. ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგი ყოფილა, ბევრი ცუდიც ყოფილა. განავის ცხოვრებაში არ არის სული ავარდებით მოფენილი, არსად არ არის, ხო? ცხოვრობდით სოფელში და სოფელს ძალიან ბევრი შრომა და ჯაფა აქვს. მთა-ბარი ყველაფერი მაქვს გამოვლილი. ყანას მიწასთან, თასთან, სოფელთან, ყველაფერთან მაქვს შეხება. კი არა, ბალახიც მომითიბია, რომ ვთქვათ, ცელით. რამდენი რამეა მოსაგონარი, ისეთი რაღაცეები მახსენდება. პატარა ვიყავი, მქონდა გრძელი თმა,
პირველ კლასში ვიყავი, ბაბუა ჩემი რომ დაიღუპა და ესე იგი სადღაც ალბათ 5 წლის ან 4 წლის. და მახსოვს ანუ 7 წლის ვიყავი რომ დაიღუპა ბაბუა ჩემი და მე კიდევ ყოფილი ვარ სადღაც 5 წლის ალბათ. და ახლა 5 წლის მეხსიერებაში რაღაცები ამომიტევდება ხოლმე. ისე რომ ბევრი რამ მახსოვს მეთქი არა, მაგრამ რაღაცები მახსოვს. გრძელი თმა მქონდა, ნაწნავები და ბაბუა ჩემი სულ მეფერებოდა თმებზე, მეუბნებოდა მესანამ ცოცხალი ვარ, ბაბუა ეგ თმები არ შეეჭრაო, არც შემიჭრია მართლა. ხან კაბას რომ ყიდულობდა და ხან რას და ხან რას როგორ მიხაროდა. ძალიან კარგი დრო იყო, რაღაც გასახსენებელი, ის ხის სახლი, ის ხის პატარა კიბე, ის დარაბებიანი ფანჯრები, ბუხარი და იმ ბუხართან მოფუსფუსებებია ჩემი კეცის პურით, კეცის მჭადით და როგორი იყო მაშინ პატარა აივანი, რაღაც ისეთი რომ იქ წყალიც ისე არ იყო გაკეთებული რომ ქვემოდან ამოსული წყალი უნდა მოგეტანა და დაგესხა და ისე უნდა გაგერეცხა და ისე უნდა დაგებანახელი, ასეთი ის რო იყო ხელს აკრავდი და წყალი გამოვიდოდა და დაიბანდი. ეს ყველაფერი მახსენდება ტკბილად, რაღაცნაირი პერიოდი იყო. მერე იყო სითბო, სიყვარული, ყველა ერთად ვიყავით, ერთად ვიზრდებოდით. ჩემი უფროსი და რომ გათხოვდა, იმის ბევრი არაფერი არ მახსოვს, იმიტომ რომ 5 წლის ვიყავი. თბილი ურთიერთობა იყო, რა სიყვარული იყო, რა ერთობა იყო. ეხლა ისე სადაა ისე მისვლა, მოსვლა ამ ტელეფონებით ხომ უფრო დავკარგეთ მგონი ერთმანეთი. ამ სამსახურების გადამკიდეც ხალხი გვიანამდე მუშაობს, ოჯახის წევრები თუ ნათესავები. მე გვიანზე დაღლილი და ქანცული ადამიანი მოვა, იმას დასვენება ჭირდება, სადღაა მისვლა, მოსვლა. და ის ძალიან ტკბილად, ეხლა ისე ტკბილად ამომიტივტივდა რომ რა ვიცი და თქვი მოდი ჩავწერ პატარა ვიდეოს, იქნება თქვენთვის არ იყოს დიდად საინტერესო, მაგრამ რაღაც მომინდა ამ იდეით მოსულიყავი თქვენთან. ბავშვობა ძალიან კარგი იყო. ჩემს ძმას და ჩემს შორის, პატარა ძმას და ჩემს შორის 5 წელია განსხვავება და ჩვენ ერთად ვიზრდებოდით, სულ თიან ბარიან ყველგან სულ ერთად ვიყავით. ისეთი ტკბილი იყო ბებია ჩემი, ისეთი ტკბილი, არ მახსოვს, არავის არ ახსოვს, ჩემზე წინ ხომ იყვნენ ჩემი და-ძმები, არავის არ ახსოვს რომ ბებია ჩემს ოდნავ ხმა მაღლა დაელაპარაკა, გამორიცხული იყო. რამდენი რამე მახსენდება ეხლა, თითქოს და დავუბრუნდი იმ ბავშვობაში და თვალწინ მიდგას ეხლა ის პერიოდი, ბებიაც, ბაბუაც. კარგია მოგონებები, ნამდვილად კარგია. კარგი წარსული თუ აქვს მით უმეტეს და კარგი ბავშვობა. ბევრი რამეა ახლა მოსაგონარი, მაგრამ ახლა დიდი ვიდეოც რომ არ გამომივიდეს და თავიც რომ არ მოგაბეზროთ, ასე მოკლედ შემოვიფარგლებ. ასე რომ უცებ გაგახსენეთ ალბათ თქვენს, თქვენი წარსული, თქვენი ბავშვობა. რაღაც მინდა რომ ასე ჩავერთო და თქვენამდე მოვიტანოთ ჩემი ყოველდღიური ცხოვრება, რა. თან გულწრფელი, თან ნამდვილი და არაფერი არ იქნება ზედმეტი და ან რამე გაფორმებული და დამატებული. ჩემი ნამდვილი რეალური ცხოვრებით მოვალ თქვენამდე. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით ამ საღამოს, ამ თბილი და ტკბილი მოგონებით. ბედნიერ და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. სულ იყავით ბედნიერი, მხიარული, გახარებული და თქვენი
მოგონებები გადაეცით შთამომავლობას. აბა კარგად.